მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ მე-12 ღამეს. ეს არის მაღაზიაში შემომეჭრა. ახლა კი ვიდეო. ერთი სიტყვით, მაღაზიაში იყო ვაკანსია. გადავრეკე მეც და მოვედი მაღაზიაში, ლოკაცია მითხეს და მოვედი. და ვნახოთ აბა ერთი მენეჯერი ვნახოთ და შევიდეთ და სად არის მენეჯერი? გამარჯობა, თქვენ ახართ მენეჯერი? კი, შენ ის არა ხარ, უნდა მირეკე ტელეფონზე. კი, მე ეგ ბიჭი ვარ. ხო და მუშაობის დაწყება მინდოდა მე ამ მაღაზიაში რაღაც ლიშოვნა მინდა რომ მე ვიშოვო და სახლი რო ვიყიდო და რაღაცეები და კი, არ არის პრობლემა. ერთ თვეში 50 ემერალდი. მართლა? კი. ძალიან კაი, ერთი სიტყვით, ანუ ეგრე გამოდის რომ ახლა შემელია დავიწყო მუშაობა, ანუ ახლა დღეიდან. კი, არაა პრობლემა. ოღონდ ერთი რაღაც დაიმახსოვრე. დიახ, ღამე კარები ჩაგეტე ხოლმე. რატო? მაინც ისე გამფრთხილებ რომ ღამე კარები ჩაგეტო. უცნაურია, მაგრამ კარგით, არ არის პრობლემა. ანუ ახლა მე შემიძლია კონსულტანტად დავიწყო მუშაობა, რჩევები მივცე მყიდველებს და ეგრე, ხო? კი. კაი, მაშინ ახლა დავიწყებ მუშაობას და გამარჯობათ. მე აქ რა ხდება, ვერ გავიგე, რა ხდება? რა მოიცი რაღაც მომელანდავ, ობობა თუ მე რა ვიცი. რა ობობა, არაფერი არ არის, არა უშავ. ხორცეულობა მიყვარს, რაღაც ძროხის ხორცი და რაღაცეები. ღორის ხორცი თუ გინდათ, მაშინ აი ძალიან მაგარი ხარისხი არის ეს ღორის ხორცი. და რა ვიცი, თუ გინდათ წაიღეთ ეს. კი, მინდა, წავიღებ. კარგით. უკვე კლიენტების მოვიდნენ. რა ხდება? სად არის ძროხის ხორცი? სად არის? სად? ამიხსენით. ქალბატონო, რა გაყვიათ, ძროხის ხორცი აღარ არის? ხო, არა, ვერ დავინახე. დადეთ რა წესიერად. კარგით, ქალბატონო, მაგდევს ძროხის ხორცი და რავი, პრობლემას მე ვერ ვხედავ. თუ თქვენ ვერ დაინახეთ, ეგ უკვე თქვენი პრობლემაა. კარგით ხო? დაუფიქრდი და არა ვარ მართალი. ბოდიშ მოვიხდი. მიღებულია ქალბატონო, მიღებულია. აი, აგერ მოდი ახლა აგერ დაგიდებ. ეგ არის გავატარე. შეგიძლიათ აიღოთ. კი ბატონო, ეს ვინ შემოვიდა? ეს გონი დაცვა არის, ხო? გამარჯობა. ო, რაღაცები მინდა ვიყიდო და ვიღაცას ვეძებ, აკულელი ხوار დაგინახიათ სადმე. კულელი? თეთრი თვალები აქვს, რკინის ხმალი უჭერია და თავზე მგონი სისხლიც აქვს ცოტა. კულელი, ვაიმე. აქ ახლოს დადის მკვლელი დავიჯერო და მე არ ვიცი. ამ ბატონმა ხომ მითხრა რომ მაღაზიაში ღამე კარები ჩაკეტეთო და რავი რა. გიმალავდი ამ ყველაფერს. მაინც ისე რომ არ შეგშინებოდა. ხო აქ მკვლელი არის სადღაც ახლოში და რო იცოდე მაინც ახლა უკვე ხარ საქმის ყურში და ბოდიშ მოგიხდი რომ დაგიმალე. კარგით, არა უშავს დაცვა, რა ვიცი აბა. ო, ეს ეგრე იცოდეთ თუ რამე დამირეგისა. თუ რამე აქვე ვიქნები დამიძახეთ ცალი თევზი. ერთი ცალი თევზი ღირს 2 ემერალდი. მადლობს და დაცვა ეს თევზიც აიღეთ და კარგით, მაშინ დაცვა წარმატებები და იმედია მაგ მკვლელს დაიჭერთ თუ არა და რავი, ცუდი რამე არ მოხდეს. შემოვიდა ეგეთი ვინმე აქვე ვიქნები. ცოტა ხანი გავჩერდებით მაღაზიაში დავიმალებისა. კარგით. ჩამოსახდები აქ, სადმე აგერ ვიქნები გარეთ. აბა თქვენიცით აბა დაცვა. ესე იგი რაღაც ხმა გავიგე კარებთან ვიღაც შემოვიდა და ვაიმე ხალხო, ეს ის არ არის? ვინ? მონსტრი, ვაიმე. ვიბრიდები, ორო. ვაიმე არა. ვაიმე არა. ვაიმე, რა ხდება გარეთ? ვაიმე, ვერ მოძრაობ. გაშიშებული ვარ ცოტათი, მაგრამ უკვე გამოძრავდი. რაღაც მჭირს. ვაიმე, დაცვა, დაგვეხმარე. ვაიმე არა. მენეჯერი გაანადგურა, ვაიმე, მალე ჩავი პადვალში. დაცვა, დამეხმარეთ. დაცვა, ვაიმე.
დაცვა დამეხმარე, თავი დაამანებე. დაცვა დამეხმარე. დაცვა. რა ხდება, აბა მოვედი. ეს მოვიდა, მოდი აქ შენ დაკავებული ხარ. ჩამბარდი დროზე. ჩამბარდი. ვაიმე. ძალიან შეშინებული ვარ. სად მიდიხარ, მოდი აქ მეთქი. მოკალავშე, დაცვა დაუძახე. არა. თავი დაანებე. ვაიმე. თავი დაანებე, თორე მოკლა უკვე შენ ზედმეტები მოგდის. ჩამბარდი მეთქი გითხარი. არა. დაცვამ გადამარჩინა. დაცვა, გმადლობთ. თქვენ მე მაგრა დამეხმარეთ. დიდი მადლობა, მარა კლიენტები და მენეჯერს მათ რა ეშველებათ. არაფრის და არაფერი სამწუხაროდ. ამ მაღაზიაში მუშაობა აღარ მინდა. ცუდი მოგონებები მაკავშირებს. დაცვა, თქვენ რომ დამეხმარეთ, მაგის გამო 2 ემერალდი გადმოგეცით. და მადლობა რომ გადამარჩინეთ. არა, რაცო, მაგისთვის არ დაკმარები ვარ, ეს 2 ემერალდი უკან დაგებუნებინა. არა უშავს, მაინც გქონდეთ გამოგადგებათ. იქით ვიყავი, ვიყურებოდი მეთქი საიდან მე არ მოვიდეს მეთქი და თურმე აქ კარებინა შემოპარულა და მე ვერ დავინახე. ძალიან მოულოდნელად მოვიდა აქ. თან უკვე გათენებულა ამასობაში. მარჩინე, ახლა კიდე გავიდეთ აქედან. ესე იგი, მეგობრებო, ეს იყო მე-12 ღამე. ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა, კლიენტები მოსმა გაანადგურა მართალია, მაგრამ ბოლოს მაინც ეგ მონსტრი დაცვამ გაანადგურა, რასაც ქვია. ის მონსტრი მას არ დაემორჩილა და მაგიტომაც გაანადგურა. ხოლო ეს ბიჭი იმ მაღაზიაში აღარ მუშაობდა. გადავიდა სხვა მაღაზიაში, კარგ მაღაზიაში და ასევე დაცულ მაღაზიაში. ბოლოს ყველაფერი კარგად დამთავრდა. ასევე მეგობრებო, ვისაც გსურთ ჩემნაირი ვიდეოების ნახვა, შეგიძლიათ გადახვიდეთ ზუკა გაბელიას არხზე, კომენტარებში იქნება ლინკი და ასევე გამოიწეროთ მისი არხი. ახლა კი ნახვამდის.